დღეს არის შაბათი. 1 მარტი. და საეკლესიო კალენდრით დღეს არის 16 თებერვალი და დღეს არის შაბათი, ყველიერის შაბათი და ორ შაბათიდან 3 მარტიდან იწყება დიდი წმინდა მარხვა. დღევანდელ დღეს მოიხსენებიან ეკლესიაში ყოველნი ღირსნი მამანი ღვაწლით გაფწყინვებულნი. ღირსთა მამათა ხსენებაა და მოგილოცავთ მათ ხსენებას და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დღეს არის ხსენება წმინდა მაკარი ნეველის ციმბირის მეორე მოციქულის ესე უწოდებენ ალტაის მეორე მოციქული და მასზე გვისაუბრია ეს არის საუბარი 54. ამიტომ ჩვენ დღეს მასზე არ შევშერდებით და ვისაუბრებთ ვიზეც არ გვისაუბრია ცხადია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი წმინდანი, უმნიშვნელო არ არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ვიზეც დღეს უნდა გესაუბროთ, აი ხა მოგიყვებით, მან როგორ შეცვალა, უფრო სწორედ კი არ შეცვალა, როგორ რამხელა ღვაწლი მიუძღვის აი სწორედ იმ საქმეში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ აქ მერო წმინდანების შესახებ მოგიყვებით, დიდწილად აი ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ აი წმინდა პამფილესთან არის დაკავშირებული, წმინდა პამფილე ხუცესი. წმინდა პამფილე ხუცესი და განსაკუთრებით კი მისი მოწაფე ევსევი კესარიელი. ეს პამფილეც კესარიელი იყო, ლაპარაკია პალესტინის კესარიაზე და პამფილე კესარიელი და ევსევი კესარიელი, კესარიის ეპისკოპოსი. ჩვენ ვახსენეთ ზუსტად წინა შაბათს და მე მაშინ გითხარით, რომ ძალიან მალე გვექნებოდა მისი ხსენება და ესე იგი და როდესაც ჩვენ საუბრობდით წმინდა ვალენტინას შესახებ, მოწამე ვალენტინა, რომლის შესახებაც სწორედ ევსევი კესარიელი გვიყვებოდა. და აი ეს პამფილე ხუცესი არის სწორედ ევსევი კესარიელის მასწავლებელი და ასევე პამფილე ხუცესი არის ორიგენეს მოწაფე, უშუალოდ მოწაფე და არა მარტო მოწაფე, არამედ მემკვიდრე. ორიგენეზე ჩვენ გვისაუბრია ადრეც. ეხლა მე უბრალოდ ორიგენეზე ცხადი არ შევჩერდები, მაგრამ აქ ესე იგი დღეს გვაქვს კიდევ ორი წმინდანის წმინდა ნაწილი, რომელიც პამფილესთან არის დაკავშირებული. 12 ადამიანი ეწამა, ესე იგი სულ 12 იყო, 11 პამფილესთან ერთად და ამის შესახებ უნდა მოგიყვეთ. და კიდევ ორი სიტყვით პამფილეზე გეტყვით, ვინ იყო ეს პამფილე. ეს არის მესამე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული და ერთ-ერთი ცნობილი და უმნიშვნელოვანესი ღვთისმეტყველი და ალბათ მთავარი მის შემოქმედებაში არის ის, რომ მან ესე იგი ორიგენეს მოძღვრება ჩვენამდე მოიტანა, მოძღვრება კი არა. ორიგენეს მოძღვრება სწორედ დაგმობილია ეკლესიის მიერ, მაგრამ ორიგენემ რაღაცა გასაოცარი შრომა გაწია, მან გააკეთა კომენტარები ძველი ახალ აღთქმაზეც, მაგრამ განსაკუთრებით აი ესე იგი აბსოლუტურად, სკრუპულოზურად ყოველი მუხლის კომენტარი აქვს გაკეთებული ძველ აღთქმაზე და ამ წიგნებმა ნაწილმა მოაღწია, ნაწილმა ვერ მოაღწია ჩვენამდე და პამფილე ხუცესმა ხუცესი იმიტომ რომ გდელი იყო და ქართულ წყაროებში ხამას ყველაფერს გეტყვით. პამფილე ხუცესმა გადაწერა თავისი ხელით ეს ყველაფერი. გადაწერა და ისე რომ ნეტარი იერონიმე მე მოგვიანებით, რომელიც ასევე ძალიან ღრმად სწავლობდა ორიგენეს აი ამ კომენტარებს, ეს ორიგენეს ნეტარი იერონიმე ამბობს და რომ 25 ტომი ქონდა პამფილეს ხელით გადაწერილი, აი დაუკვირდით რაზეა ლაპარაკი რა მოცულობებზე და პამფილე ხუცესი არა მარტო გადამწერი იყო ორიგენესი, არამედ ორიგენეს კომენტარებში შექონდა თავისი კორექტურა.
იმიტომ რომ იქ ბევრი რამე იყო, ისიც ხო ორიგენეს ხელით იყო რაღაცა დაწერილი, რაღაცა გადაწერილი. მოკლედ ამას მოუყარა თავი და ფაქტიურად მემკვიდრე გახდა ორიგენეს ბიბლიოთეკის, უდიდესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, იმიტომ რომ ორიგენეს კომენტარები ძველ აღთქმაზე არის ფასდაუდებელი. ნუ ამის შესახებ სხვათა შორის ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ბატონი ედიშერ ჭელიძის, პროფესორ ედიშერ ჭელიძის საუბარი, მე მიგითითებთ ამ ჩემს აღწერილობაში. აი სწორედ პამფილე ხუცესის სამწერლო მოღვაწეობის შესახებ თუ რა აქვს მას დაწერილი და როგორ ძალიან საინტერესო საუბარია. მე დღეს კიდევ იმას დავამატებ, ესე იგი რომ კიდევ რაც ქონდა დაწერილი, ეს არის ბევრი რამ აღარ შემორჩა და ბევრი რამ აღარ შემორჩა და ასევე ისე იგი მან აი ჩაუყარა აი ამ სკოლას საფუძველი ფაქტიურად ორიგენეს ამ კომენტარებზე დაყრდნობით და ევსევი იყო მისი მოწაფე და ევსევი გახდა მისი მემკვიდრე, მერე აი ეს ლიტერატურული მემკვიდრე და ფაქტიურად ევსევი კესარიელმა რომ დაწერა ეს საეკლესიო ისტორია, რაზეც აირითი დავიწყებე საუბარი, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ღვაწლი პამფილესი და ევსევისა, ეს არის აი საეკლესიო ისტორია, რომელშიც არის ძალიან ბევრი იმ პერიოდის, ცოტა მანამდე, მე უშუალოდ იმ პერიოდის წმინდანების შესახებ, აი ვინ იყვნენ ეს წმინდანები და აი მაგალითად სწორედ წინა შაბათის ხსენებაც იყო წმინდა ვალენტინა, აი ევსევი კესარიელის მიერ მოთხრობილი და წყარო აი ამ პამფილეს ცხოვრების, პამფილეს ხუცესის შესახებ სწორედ ევსევი კესარიელია, რომელსაც თავის მასწავლებელს 3 ტომი მიუძღვნა. ესე იგი დეტალურად ხო აღწერილობთ არ შემორჩა ეს ჩვენამდე, არ შემორჩა და ასევე ევსევი კესარიელს თავის საეკლესიო ისტორიაში, როდესაც პალესტინაზე აქვს, პალესტინელ მოწამეებზე საუბარი, იქ აქვს აღწერილი, აი რაზეც ახლა ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ეს არის სწორედ ევსევი კესარიელის მიერ აღწერილი მოწამეობა. წმინდათა მოწამეთა პამფილე ვალენტი, პავლე პორფირი, სელევკო, თეოდულე, იულიანე და ხუთა მეგვიპტელთა, ილია, ერემია, ისაია, სამუელ და დანიელის. აი ამათი წამება 12 მოწამე, რომელიც დიოკლეტიანეს დროს ეწამნენ, აი ამით შესახებ უნდა ვისაუბროთ ახლა ჩვენ თვითონ ნაწარმოებს მათ შესახებ ქვია წამება წმინდისა მღვდელმოწამისა პამფილესა თანამოსაგრეთა მისდაი. და მე ჯერ წაგიკითხავთ, ხო, ეხლა რაც თავარია, ესე იგი ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერთან ერთად, აი რაც მოგიყვებით იმასთან ერთად, იმითი რომ უძველესი ქართული თარგმანი გვაქვს, რამდენიმე სხვათა შორის და გვაქვს ესე იგი მოკლე რედაქცია, სვინაქსარი, აი მინდა რომ წაგიკითხოთ ეს სვინაქსარიც მოკლეა, მოკლედ არის აღწერილი ეს ყველაფერი და მე აი სწორედ ევსევი კესარიელს რა უწერია, აი ეს არის ძველ ქართულ ენაზე და აი ამ ტექსტს გავეცნობით ახლა ჩვენ. ნუ მოვიწყოთ ესე იგი ამ სვინაქსართ. წმინდათა მოწამეთა პამფილე, ვალენტი, პავლე, პორფირი, სელევკო, თეოდულე, იულიანე და ხუთა მეგვიპტელთა, ელია, ერემია, ისაია, სამუელ და დანიელის. ნუ ჩვენ გვაქვს გარდა პამფილესი, პამფილე ხუცესის გარდა ამ 12-დან კიდევ 2 წმინდა ნაწილი, ეს არის ვალენტი დიაკონი და ეს არის იულიანე, მოწამე იულიანე და რომ მივადგებით მათ შესახებ, რა უწერია ევსევის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ესე წმინდანი მოწამენი მე-6 წელსა დიოკლეტიანეს დევნულებისასა წამებად წარიდგინეს და სხვათა ქალაქთაგან თითო სახეთა პატივითა საქმეთაგან ერთად სარწმუნოებად ქრისტესა შემოკრიბეს. ესე იგი სხვადასხვა ქალაქიდან იყო, მაგრამ ესენი შეკრიბეს ერთი საქმის, ანუ თითო სახეთ, ანუ ერთი და იგივე, რა ვიცი, ბრალდებით თუ მოკლედ ერთ და იგივე მიზეზით შემოკრიბეს და შეერთეს. ხოლო სახე წამებისა მათისაი, ესე იქნა თუ რამე თუ ეგულებოდა რა წარვლა იბჭეთა კესარია ქალაქისა და კითხეს ძველთავით, ანუ ვინანი ხარ და რა იგეწოდების. მიზეზი ეს იყო, რომ ესენი რა ნიშნით შეკრიბეს, ესე იგი რომ ქალაქ კესარიაში რომ შედიოდნენ, კესარიაში აი როგორც დღეს
საბაჟოებს ნებისმიერ ქვეყანაში რომ შედიხარ, მებაჟე, ესე იგი, მებაჟე არის, ოფიცერი ხა დღეს სხვანაირად ქვიათ ამ სამსახურებს, ხო და ეს მე ოფიცერი გეკითხება რა გინდა, რატო შემოდიხარ ჩვენ ქვეყანაში, ვინა ხარ? აი ესეთი რაღაცა სამსახური იყო და ქალაქ კესარიაში შედიოდი გეკითხებოდნენ. ამათ ყველა ესენი არ მალავდნენ, ამბობდნენ რომ მე ვარ ქრისტიანი და როგორც კითხულდა რომ ქრისტიანია, იჭერდნენ და მოკლედ ერთად აგროვებდნენ. და მათ თქვეს ვითარმეთ ქრისტიანინი ვარ და შეძინეს ვითარმეთ მამული ჩვენი არ ზეცოთა იერუსალიმი ეს განსაკუთრებით ეს ეგვიპტელებზეა ლაპარაკი მე რომ ნახავთ ვინაიცა შეპყრობილ იქნეს და ფირმილიანე მთავრისა წარედგინეს ეს ფირმილიანე იყო სწორედ როგორც მოგახსენეთ წინაშაბათს ვალენტინა ვინც აწამა ვალენტინა აი ეს ფირმილიანე არის ეს დრო არის რა რომელთაგანი ელია ერემე სამუელ ისაია და დანიელ შემოდგომად ბრალოთა ტანჯვათა აღესრულნეს. მათთანავე წარკვეთნეს თავნი პამფილეს, სელევკოს, ვალენტის, პავლეს, ხოლო პორფირე ეძებდა ნაწილთა უფლისათვისა პამფილეს და პორფირე, ესე იგი, მე ხა ამას ყველაფერს მოგიყვებით, ამიტომ აღარ და პორფირე არის პამფილეს მსახური და ამ პამფილეს მინა ნაწილებს აგროვებდა და ამიტომ დაიჭირეს ესა და ამისთვისაც შეპყრობილ იქნა ცეცხლსამიეთს, ეგრეთვე იულიანე რამე თუ და ეს იულიანე რომ შემოვიდა ეს ეთყობა იმ მებაჟეებს რაღაცნაირად და დაინახა ეს მოწამეების სხეულები დაყრილი და მივიდა და ემთხვია და ამიტომ დაიჭირეს ეს იულიანე ვისიც წინა ნაწილი ჩვენ გვაქვს სახმელსა შეითხია ანუ ბუხარში თუ იმაში ღუმელში შეაგდეს ხოლო თეოდულე ძელსაზე და ჯვარის სახით განერთხა თეოდულე კი ჯვარზე გააკრეს და სრბაი წამებისაი აღასრულა ამას გაჩვენებთ არაჩვეულებრივი მინიატურები ყველაფერი. და გადავდივართ ახლა ძირითად ტექსტზე, რომელიც არ არის დიდი სინამდვილეში, წამებაი წმინდისა ღვთისმოწამისა პამფილეს და თანამოსაგრეთა მისთაი. მარტვილთ მოყვარეთათვის. მარტვილთ მოყვარეთათვის. ესე იგი, ეს იწყება ეს ტექსტი და ვის მიმართავს? ვის მიმართავს? ავტორი სხვათა შორის აქ ასევე რაღაც გარკვეულად ერევა თვითონ ქართველი მთარგმნელი თავისებურად ყვება ამას. მოკლედ მარტვილთ მოყვარე ვინ არის? აი მარტვილნი, ანუ მოწამენი, აი ვისაც ესენი უყვარს. იმათ მოგმართავთ, მარტვილთ მოყვარეთათვის. ესე არის პირველი სიტყვა. რა არის ხსენებისა მარტვილთასა უსასურველეს და უპატიოსნეს? მარტვილთა ხსენებაზე უსასურველეს და უპატიოსნესი რა უნდა იყოს? ხო? რამე თუ განაცხრობს იგი ღვთისმოყვარეთა სულებსა და სავსე ყოფს მხიარულებითა, რომლისათვის პამფილე ბრძნისაცა და მისთა თანამოღვაწეთა კეთილღვაწა წყობათა წინა დადებაი, დიდებად ღვთისა და ზოგად სიხარულად და მხიარულებად, ესე იგი მარტვილთა ცხოვრების აღწერა, სიხარულის მომჭებელი და აი ახლა ჩვენ ვისაუბრეთ პამფილეზე და მასთან ერთად წამებულთა შესახებ. ესე პამფილე ხო ის აყვარელო მსმენელობაო. აი მე ყოველთვის ვიძახი როგორი ტექსტია, როგორი ქართულია, როგორი. ხო და ეს პამფილე საყვარელო მსმენელო. ვირიტისა ქალაქიდან იყო ვირიტი, ანუ დღეს ეს არის ბეირუთი, ანუ ბეირუთიდან იყო წარმოშობით. ბეირუთის ქალაქისა მორჩად იყოფების, მორჩად, ანუ იქიდან აღმოცენდა. რომლისა შინა საჩინოთა მშობელთა გამოჩენილ მშობლებთა შვილი იყო პირველი და ჰასაკითა საჩინოდ ყოფი აღიზარდა რა და სწავლისა სიტყვითა ძლიცაცა საქმითა განისწავლა და კეთილად იტკივნეულა მშობელნი რა ძალიან საინტერესო ძალიან ღრმა ტექსტია ესე იგი ხო აქედან იყო და საჩინო მშობელთა გამოჩენილი მშობლების შვილი იყო და თავიდანაც ესე საჩინოდ იზრდებოდა და წინვალე განათლება მიიღო იმ დროისათვის და საქმიცა განისწავლა ანუ პროფესიად შეიძინა ანუ უკვე ჩამოყალიბდა და ნახეთ რა წევრია კეთილად იტკივნეულა მშობელნი იტკივნეულა აი მშობლების ტკივილი განიცადა რაი ამერ გარდაიცვალნეს მათ და მყოფთა სახმართა ცნობიერ არამედ ორი მოკლედ ახალგაზრდა მალე დაეღუპა მშობლები და ეს ტკივილი განიცადა და არამედ გლახაკთა უკუმცემი იგი და მოღვაწეობითისა ცხოვრების აღრჩეველი მან ესე იგი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა ყველაფერი მოღვაწეობითი ცხოვრება აღირჩია
და ადგილთან მვლელი ადგილიდან ადგილზე გადადიოდა, ანუ მონასტრიდან მონასტერში ვითარცა სახეთ ფუტკარი საქმის მოყარეთა კაცთა ჯერჩინებისა და ცხოვრებისა სათნოებისა, ვარაი სამუშაკოდ ყვავილთა შემკრებელი და კესარიელთათაც მიიღწია. ანუ ესე იგი ხო ბეირუთიდან იყო წარმოშობით. და როდესაც მშობლები გარდაიცვალა, მან დაარიგა ეს ქონება, მოღვაწეობითი ცხოვრება აღირჩია და როგორც ფუტკარი გადადეს ერთი ყვავილიდან მეორე ყვავილზე და აგროვებს იმ ყვავილის მტვერს, ხო? აი ესე გადადიოდა ერთი მონასტერიდან მეორე მონასტერში და აგროვებდა აი ამ ღვთისმოყვარე ადამიანების ცხოვრებას აღწერდა თვითონ. პამფილი, აი ევსევი კესარიელი სწორედ მისი მემკვიდრე არის ამ საქმეში. და ბოლოს კესარიელთად მიიწია. რომელსაც შინა მოხუცებულთა საშდომოსა სიტყვებით სახისა აქებდა, რათა უფალთა დიოკლეტიანეს ჟამთა წამებად მიეყვანა წუთხა, ანუ მაშინვე საპყრობილეთ მიეცა. და აი რომ მივიდა კესარიაში. აი აქ უკვე ესე იგი, ნუ აი როგორც მოგახსენეთ, ნუ იმ წუთშივე კითხეს ვინახარ და იმ წუთში აღიარა და იმ წუთშივე დააპატიმრეს, როგორც კესარიაში, როგორც კი შეადგა ფეხი. ხოლო მეორედ ამის შემდეგ, ანუ ესე იგი მის შემდეგ, ანუ მეორედ მისთანა ესე იგი საპრობილეშია მოკლედ ხა ეს პამფილე და მის შემდეგ, ანუ მეორედ კეთილუვალი წამებად მიიყვანა მხეცთა მიერ და გონიერებითა შემკობილი მოხუცებრ მქონებელი სახისა და ქცევის ამ ხცოვანი. ანუ ესე იგი მეორე ვინც დააპატიმრეს და მასთან ერთად საპრობილეში საკანში ჩასვეს, ესე იგი ცოვანი ადამიანი, მოკლედ ასაკოვანი ადამიანია, მეცნიერებისა, ყოვლისა წერილისასა, წველად მომღვაწელი. ესე იგი, საღვთო წერილი ყოველთვის შეეძლო ზეპირად ციტირება, საღვთო წერილი ციტირება, ანუ ფაქტიურად საღვთო წერილი იცოდა ზეპირად, ეს მეორე ვინც დაიჭირეს, ეს არის ელეონთა ეკლესიისა დიაკონი ვალენტი. ელეონთა, ანუ საბერძნეთიდან იყო, ბერძნული ეკლესიის წარმომადგენელი იყო, დიაკონი ვალენტი, აი ჩვენ მისი წმინდა ნაწილი გაგვაჩნია. მე გაჩვენებთ მერე. და მესამედ, ვინც მოიყვანეს, პავლე უკვე ერთხელ ნაწამები სარწმუნოებისათვის ხურვალე და მოციქულისებრ სულთა მდუღარე. აიმანიტელთა, ანუ დღეს არის ეს აიმანიტი, იავნე, ისრაელში ეს ქალაქი, იავნე ქალაქი შთამომავალი. აი აქედან წამოსული იყო ეს მესამე, ვინც ამასთან ერთად ციხეში ჩასვეს, იყო ეს პავლე, რომელმაც მოკლედ საღვთო წერილი იცოდა. არა, საღვთო წერილი ამ დიაკონზე თქვით, ვალენტი დიაკონზე და პავლე უკვე ერთხელ უკვე აღსარებელი იყო, ნაწამები იყო და ეს მოვიდა. არამედ ამათ 2 წელთან მრავლთა სატანჯველებით დილექსა შინაშე წყლულსა ქრისტესათვის მიზეზითა და მისთვის აღსასრულისა ძალით 5 რიცხვი წინასწარ მეტყველი სეხნა მეგვიპტელთა თანამოყვანებასა და მოყვასებად დაიდგინა. ესე იგი 2 წელი ესენი იყვნენ ციხეში, საშინელად ტანჯავდნენ, ცუდად ექცეოდნენ, მოკლედ ციხეში და ტანჯავდნენ და ამათ კიდევ მიშეუერთეს 5 ეგვიპტელი. 5 ეგვიპტელი, რომელთა სახელები აი ხა მოგახსენებთ რატო და დაიდგინას მოყვასებად დაიდგინა. თვითონ რო კითხეს, რა ქვია, თავისი ნამდვილი სახელები არ დაასახელეს და დაასახელეს ნახეთ წინასწარმეტყველის სახელები. ილია, იერემია, ისაია, სამუელი, დანიელი. აი ეს სახელები დაასახელეს, რამე თუ უცხოისა რა ისამიშურის აღმრჩეველი წინასწარმეტყველთ სეხნა ესე მწყობრი ეგვიპტით აღდგომილი მოვიდოდეს ყოვლით კერძო და ქრისტესათვის მოღვაწეთა ღვაწთა მიმართ უშიშყოფდეს. არამედ უკვე წყურვებათა მაცა წარხოცდეს და მიმადლობდეს მათ. და სახმარის მიმართ თანა და ყოვლითა გვარითა ჭეშმარიტსა სარწმუნოების მიმართ დაამტკიცებდეს. ესე იგი, ეხლა რას აკეთებდნენ ესენი? ეს რაფა წავიკითხენ, მაგრამ ორი სიტყვით აგიწერთ. ეს 5 ეგვიპტელი როგორ დაიჭირეს. ესენი მიყვებოდნენ კილიკიაში გადასახლებულ ქრისტიანებს, ეს კილიკია სიტყვა არ იყო, მაგრამ სხვა წყაროებიდან ეს არის, რა ქვია, დადგენილია. გადასახლებულ აცილებდნენ, წყლურებს უხვევდნენ და ამხნევებდნენ ამ ქრისტიანებს. და როდესაც დაბრუნდნენ იქიდან, აი ამ რომ მოვიდნენ, დაბრუნდნენ კესარიაში. აი ისევ
იგივე ეს გაიარეს ეს მებაჟესთან, ანუ ხალხის სამკრები კი არა, ნუ ვინც არის ქალაქის დარაჯი თუ რა ვიცი, ეს ჯარისკაცები და მოკლედ რო გაიარეს, რო დაინახეს, კითხართ, რომ ვინა ხართო? და ქრისტიანები ვართო ამათ მოუთხრეს. თქვენო ვინა ხართო? ვინა ვარ და ქრისტიანები ვართო. და ეგრევე შეიპყრეს და პამფილესთანა კრულყვეს, ანუ შეკრეს და ისევ ამ ციხეში ჩააგდეს, რომელმან იცა და შემდგომად რა ითამე დღეთა ფირმილიანე მთავრისა წარუდგინეს. და ეს ხუთი ეგვიპტელი წარუდგინეს ფირმილიანეს. ხოლო იგი უპირატეს, ანუ პირველად მეგვიპტელთა გამოცდელი. ჯერ ამ მეგვიპტელების ჯერ გამოკითხა ვინ არიან, რომელთა ქალაქებთან იხართო? კითხი და რა თა სახელები და რომელ სამსახურებელნი თქვენი. ხოლო იგინი ქრისტიანი ყოფას ამას და ქალაქით პირველით იეშ თანამდებობასა მათსა იტყოდეს, რომელსაც იერუსალიმად უწოდეს. ამათ მოუთხეს, რომ ჩვენ ყველანი იერუსალიმიდან ვართ. და იგულისხმეს, რა თქმა უნდა, ზეციური იერუსალიმი. ხოდა სახელები დაუსახელეს წინასწარმეტყველთა სახელები. ილია, იერემია, ისაია და ახაც საინახეთ კარგული ქართულია, ხო სამი ადამიანი ნათქვამი. და ნეშტი ნიშნავს ნაშთი, დარჩენილი. აი დანარჩენმა ორმაც ასევე სამუელი და დანიელის სახელდებულება მიუგეს. ზოგადნი ვიდრემე დაიდუმეს. აი ამ სხვა არაფერი აღარ უთხრეს. მარტო ეს უთხრეს, ვართ ქრისტიანები, ვართ იერუსალიმიდან, ზეციური იერუსალიმი იგულისხმეს და ჩამოთვალეს წინასწარმეტყველთა სახელები. ხოლო უწინასწარმეტყველესთა სახელებნი წინაასწავეს ვითარ თვითცა ქადაგთა ჭეშმარიტებისა და წინასწარმეტყველებ ყოფთა რომელთაგან განდიდებასა ქრისტეს სარწმუნოებისა წინ იტყოდეს. ესე იგი, რატო დაირქვეს ეს წინასწარმეტყველთა სახელები? თვითონ იყვნენ წინასწარმეტყველები და თვითონ იწინასწარმეტყველეს თავიანთი მოწამეობრივი აღსასრული თავის დროზე და აი აღსრულდა კიდევაც მათი წინასწარმეტყველება. და განცდილობას ელინთასა ვერ უკვე გულისხმის ყოფილბან. ეს ელინი იყო ეს ფირმილიანე ბერძენი, ანუ რა. და ის ვერ მიხვდა, საერთოდ ვერაფერს ვერ მიხვდა. რაშუაში იყო იერუსალიმი, რაშუაში იყო ესენი ვინ იყვნენ ეს წინასწარმეტყველები, ესეც არ იცოდა ამან. ამიტომ ვერაფერს ვერ მიხვდა და ჟულის გარემან, ანუ ჟულის გარემან თავარმა, ჟულის უმეცარმა თავარმა, ანუ ურჯულო თავარმან, ვითარმედ რა იქნებოს მოთა სიტყვისა, აი რა უნდა ეთქვა, რის კმაუნდულად ვერ გაიგო, უბრალოდ ეგონა რომ იერუსალიმში შეთქმულება მზადდებოდა და გვემოთა ფიცხელთა განსნა იგინი, ესე უცებ ხა ყველა იერუსალიმელი რაღაცა ეგონა რომ იქ რაღაცა ხდება ამ იერუსალიმში ეს ქალაქი იქ იქონა გაგონილი. და ვინაიდან არ ამრწმუნებლად აქვთ ეს კერპსახურებით მსხვერპლისა მიმართულებას არ შესწირეს, ანუ ესე იგი უარი თქვეს კერპებისადმი ამ მსხვერპლის შეწირვაზე, מחვილითა აღმოჩრნა თვალნი მათნი, מחვილი თვალები ამოთხარა. და ესენი ეს გახსოვთ ეს ფირმილიანეს ანუ გახსოვთ რა წინა ვალენტინაზე რო საუბრობდით, რა შვებოდა 100 კაცი გამოიყვანა იქიდან. და ფეხით მარცხენა შანთით მარცხენა ფეხი დაუშანთა და მარჯვენა თვალი ამოთხარა ნერვიანა, ესეთ ტიპის დამახინჯება გაუკეთა ყველას ამ ვალენტინასთან კიდე სხვა უამრავ ადამიანს. ერთნაირად დამახინჯა და მერე გააგზავნა იმაზე რა ქვია ამ საკატორღო სამუშაოებზე, ამ მადენის მოძიებაზე და ამათაც ეხა პირველი რაც გაუკეთა ამ ეგვიპტელებს თვალები დათხარა. და ამისა შემდგომად გარდავიდა მძვინვარე იგი პამფილესთანა ზედა და ისავარაი ვითარმედ უპირატეს მრავალთა სატანჯველთა განსთასა შინა იქმნეს და არარაი სიტყვა მოაკლეს წინააღმდეგობა ტანჯვასა ვინმე მათსა დროებდა. ესე იგი და ესენი რო აწამა მოკლედ ესენი. ეხლა მოიცალა პამფილესთვის ამ ფირმილიანემ და კიდევ აი მასთან ერთად ვინც იყო. ხოლო მემსხვერპლეობა სიტყვითა მშვიდთა მიერ მოუწოდებდა და ისა უცხნო შესთავაზეს რა ამ პამფილეს რომ მსხვერპლი შეწირე, ხოლო ვითარ ყურთა შორის გალობელად იჩვენებოდა მისსა საძნოთ მათთა განჩინებაი. და როგორც აი საგალობელი ესე ესმოდა პამფილეს განაჩენი რომელიც მას გამოუტანს, რა თქმა უნდა არ შეწირა ეს მსხვერპლი
და מחვილითა წარკვეთა ბრძანა მწამებელთა თავთა მათთა. ესე იგი, ხოლო ესენი, ამ სამს მოკლედ מחვილით თავის წარკვეთა მიუსაჯეს და პამფილეს და ამათ ორივეს, ესე იგი, ვის ორივეს ვალენტი დიაკონსა და იმ პავლეს, როგორც საგალობელი ისე ჩაესვათ ყურში. შემოსრული. ხოლო ესენი ახსულებად რა მიიყვანებოდეს, ჭაბუკი ვინმე საშუალ შემოსრული, ხოლო პამფირი, ანუ იგივე პორფირი იყო კეთილი მრწემად, მსახურად, ანუ მრწემად პამფილესი. მრწემად, ანუ მსახურად, წეუმცროსი. ემსახურებოდა და ამათი უკვე მოკვეთეს ამათ თავები და ეს პამფილე კი არა, პორფირე უკაცრავად ითხოვს ახლა რომ პამფილეს და ამ მასთან ერთად აი ვალენტის და პავლეს დასაფლავების უფლება მისცენ. და ამ სხეულებს ითხოვს. ვინაი მხეცმანმან და არაკაცმან ყოველ ბოროტმან თავარმან. ამ ფილმილ ენაზე მხეცი და არაკაცი რა. ოღონდ ეს არაკაცი ნახეთ სიტყვა არაკაცი. ესე იგი აქ წერია განყოფით არა კაცმან. მხეცმან და არა კაცმან. ესე იგი კაცი მხეცი იყო, კაცი კი არ იყო, მხეცი იყო და ეს არაკაცი დარჩა შემდეგ ესე და ეს არაკაცი ეს ნათქვამია ხო მართლა არაკაცი იყო არა იყო. ხო და ბოროტმან თავარმან. ყოვლად ბოროტმან თავარმან მიერ ქრისტიანად ცნობილმა მისმან რომ გაიგორო ესეც ქრისტიანია, შეპყრობა იბრძანა მისი და შეპყრობასა გებასა კერპთას აიძულებდა ისევ კერპებისათვის მსხვერპლ შეწევს ახლა პორფირზე ლაპარაკი რომელიც პამფილეს მსახური იყო, ხოლო ვინაიდან სიტყვით ამ მიმართ წინააღმდგომებდა, ანუ წინააღმდგა სიტყვიერად საკვირველი და ყოლად შეუძრელი გი ქრისტეს მიმართ სარწმუნოებით და აღსარებით გვემა სიმძაფრით სხეულ ყოველ მთელი სხეული საშინლად დაუსახიჩრა მერმე ეხუეთნეს სასტიკად ნაწევნი და ფერცხელნი. ანუ ეს ნაწლავები გადმოაყრევინა, ხოლო ესრეთ ვითარცა ნებელიცა ადამანტისა უძლიერესი ღირლებოდა სულითა და სარწმუნოებით. ადამანტი ხო ეს ცნობილი მინერალია, ძალიან მტკიცე და აი ასეთი სიმტკიცე გამოიჩინა. და შემდეგ რა უქნა ნახეთ. ბალანთან ნაკსოებითა ექლიბნეს მტკიცესა მასყუნლი ამისი რაღაც უხეში ძალიან უხეში ნაჭრით წყლულებზე უსვამდნენ ამას. ესე იგი ამ უხეში ნაჭერს. აი რაღაც ეს სხეულის სახეხი ნაჭერი რო არის, ხო? ნაჭერი კი არა, ეს რა ქვია ქართულად. ღრუბელი კი არ არის რაღაცა ეს უხეში სხეულს რითიც იხეხავენ აი იმითი. და მძლავრი საბრძანებულებით და გარნა ვერცა ამით სიმაძღრე მიიღო ბოროტა სახურმა. ვერცა ქართული ნახეთ რა ქართული. ვერცა ამით სიმაძღრე მიიღო. ესე იგი აი ვერ გაძღა რა, ამითიც ვერ გაძღა მოკლედ ეს. ესე იგი ეს არაკაცი მოკლედ რა ესა და ახოვანი იგი ცეცხლსაცსა მიეცა. ანუ ცოცხლად დაწვეს. ახოვანი ხო დაასახიჩა და ანაკუწა ეს სხეული და რაღაცა და შეყარეს მერე ღუმელში ცოცხალი. და ესრეთ უკტავების იგი კარგმან პორფირიოს მოირტყა გვირგვინი. პორფირი ხო ძვირფასი ქვა არის. როგორც მარმარილო რაღაცა ეს იმაზე უფრო ძვირფასია და აი ამ კარგმა პორფირიმ აი ესეთნაირად ცეცხლში უკტავება მიიღო. ხოლო შემდეგი ესე იგი შემდეგ წმინდანებზე არის საუბარი, ხოლო სელევტიკოს მსრაფ აუწყარა პამფილეს საქმე ესე და ვითარმე სრულყო წარმოება პორფირიოს ხედერთა ეს პორფირი რო აწამეს სელევკიოსი მივიდა პამფილესთან. ჯერ პორფირი წინასწარ როგორც ჩანს წინასწარ ახლა ყველა დეტალზე ძნელია ესე. ხო და როგორც ჩანს წინასწარ მოითხოვა რომ მე რომ მოკლავთ ამათ მე დავასაფლავებო და ამიტომ აწამეს და როგორც ჩანს პამფილე ჯერ ცოცხალია და ხოლო კაპადოკიელ ნათესავით სელევკოს ესე იგი სელევკოსი კაპადოკიიდან იყო და მხედრობით მეომარი დიდებული და ძალითა სიდიდითა სიკეთით აგნაგებისაითა მარჯვე ესე იგი ეს სელევკიოსი ახოვანი მეომარი იყო.
კაბადოკიიდან წარმოშობით, რომელიც ქრისტეს მიმართა სარწმუნოებისათვის პირველ წამების ღვაწლშია განშვებული, ვინაიდან განტევებული იყო მხედრობისა დამტევებელი. ესე იგი, მხედრობა თავისი სამხედრო სამსახური მიატოვა და ერთხელ უკვე ნაწამები იყო ესეც ქრისტესთვის, სახურებდა ქრისტესათვის წამებით და ყოველთა მათთა ქნილთა და აღმაშენებელი რაიმ არა მხოლოდ მათ, არამედ სხვათაც ზღვის ხილობითა შინა სიმკოდლით ცხოვრობითა. და ესე იგი დატოვა ეს თავის სამსახური და ესე იგი ძირითადად ამით იყო ეს სელევკის დაკავებული, რომ ობოლებს, გააჭირვებულებს, მწირებს, ამათ ყველას ეხმარებოდა ავადმყოფებს. და როდესაც სელევკოსი შევიდა პამფილესთან ციხეში, ეგრევე ამ ციხის ზედამხედველებმა მიიყვანეს ეგრევე ესე იგი პამფილერო აწამეს, მერე აწამეს ესეც. და თავი მოკვეთეს. ამათ უკვე ყოველთა ქებულთა მოწამეთა ნამდვილვე მონაეფთისა თეოდულე. ვითარც არა ქრისტესათვის თეოდულე კიდევ შემდეგი მოწამის არის სახელი დასახელებული. თეოდულე ქრისტესათვის ღვაწლად დამთმენელთა აი ამ მოწამეს ამბორის მყოფელი და პატივისა შესწყვისა მიმგებელი და ცრემთა მათთა ზედა დამადინებელი შეიპყრობს და უსამართლოსა მთავრზე წარედგინების. ესე იგი, აი ამ წამებას ესწრებოდა თეოდულე, რომელმაც ცრემლი დაღვარა, რომელმაც თანაგრძნობა გამოუცხადა ამათ მოწამეებს და ამის გამო ესეც მიგვარეს და ამასაც ესევე არაერჩდა თანაყოლად ნებასა, მისსა და კერთა მსხვერპლისა მიმრთუმელობათ. ესე იგი, არაერჩდა, არ დაემურჩილა, ესეც რა თქმა უნდა წარმართეს იმისკენ, რა ქვია, მიუთითეს, რომ ალბათ შეწირებს მსხვერპლი და რა თქმა უნდა არ დაემურჩილა და ჯვარს ეცვა იესოისებრ და დასასრული ესეთ დიდებული აღსარებლობისა მიითვალა. და ამის გამო ეს თეოდულე ჯვარზე გააკრეს და ესეთნაირად აღესრულა. ხოლო უწყოდეს მე-12-ეცა მოწამეთისა სიტყვა. აი და მე-12 მოწამეც, მე-12 რიცხვი შეივსეთყობა რაღაცნაირად ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და მე-12 მოწამე არის იულიანე. საკვირველი, კაპადოკიელად ყოფი, იგიცა სახით ღვთისმსახური აწყა ქალაქად კესარიად შემავალი. ისიც ესე კესარიაში შემოდის. იულიანე და მოღვაწეთა ძალითა მრავლითა განსწავლელი მიულახილოთ მათთა. ანუ რომ შემოვიდა კესარიაში, რომ შემოდის, ეთყობა ქალაქ გარეთ გადაყარეს ამათი სხეულები და სანამ შემოვიდა, ნახა რომ მოწამეები, ის ეთყობა, ხო, რომ მოწამეებია, იცის რა ხდება ქალაქში და ეხა ესე დასახიჩრებული ქრისტიანები იქნებიან. ცხადი მივიდა და თაყვანისა მათ და დაიჩოქა და ემთხვია ამათ ნაწამებ სხეულებს. და ამაზე დაიჭირეს ის. და ცრემლითა წინა უყოფთა მათ პატივსა, მხედართა შემყრობელთა მისთა წარუდგინეს მთავარსა. და იმ მხედრებმა შეიპყრეს და მთავარს წარუდგინა, მან მის ძლითნი რა ისავა, ანუ ამ იულიანეს სიტყვა რომ მოისმინა, მსახურებისა მიმართ, ცეცხლსა მიეცა. და ესეც ცოცხლად შეაგდეს ღუმელში და დაწვეს, ესე 12 რიცხვან წყობრმან მარტვილთამან ძლევისა გვირგვინი მოირწყლეს. აი 12-მა მარტილმა, 12-მა მოწამემ, აი ეს ძლევის გვირგვინი შეიმოსეს, რიცხვი გაასრულა ამ იულიანემ. ხოლო ჯულის გარემან, ჯულის გარემან, ანუ ურჯულ მთავარმან, ოთხთა უკვე დღეთა ეგოდენთა ღამეთა, ძაღთა და მფრინველთა ყოლად პატიოსანი თქვენი ჰოი ნეტარნო მოწამენო და ღვთისმშენიო სხეულნი წინა უკნა რაი საჭმელად. 4 დღე-ღამე ეყარა ამათი ყველას სხეულები, თქვენი პირდაპირ მიმართა ჰოი წმინდანო მოწამენო თქვენი სხეულები, ეს ევსევი კესარიელია, როგორც მოგახსენეთ, ეყარა ძაღთა და მფრინველთა შესაჭმელად და ვერასა და უკვე ვერ იხილნა მათ მიერ გარყვნილად, არამედ პატიოსნაცა, ვითარ სახეთმცოლთაგან უნებელად დაცულა, ვითომ ესე იგი თითქოს მცველები იცავდენო, არც ერთი, არც ცხოველი, არც ფრინველი არავინ არ მიეკარა, რომ აი ვერ აიხილა ვერავინ გარყვნილად, ანუ არ გარყვნეს, ანუ არ ხელი არ ახლეს რა მოკლედ რა. ხოლო მორწმუნეთა ვიეთმე, გრძალულები წარგვრაგნელთა მათთა შესატყვის დაფლუსა ჯერუნებით მისცეს და ჯუმათ მერე მორწმუნეები მივიდნენ,
4 დღის მერე და როგორც წესი და რიგია ესე დაასაფლავეს და 8 წლის დამდებელსა ქრისტეს წარდგომლნი მიხმადლებდეთ მისა მიმართ საველდრებელთა ოხათა და დღეს ჩვენ ამ წმინდანებს აი ამ მოწამეებს შევწიროთ ჩვენი ლოცვა და ჩვენი მადლიერება და ჩვენისა მართლმადიდებელისა და მოწამეთ მოყვარისა დიდ ძალთა ძლევა ეს საძნო წინა გამწყობდა ძალისაფრთისაგან და სიმტკიცესა უბრძოლოსა და წარმართ სოფლებსა დახსნასა უნივთოითა საფრთოითა სამანეთა დამკვიდრებასა დღესა უმწუხროსა ნათობისა სამოთხესა უოხჭნოთა შუბასა ყოვლისა კეთილისა ზიარებასა და ღვთისაცა მეფობისა თანამონაწილეობასა რამე თუ მისაშვენის დიდება და სიმტკიცე და აწა მარადის და უკუნისამდე ამინ და აი ჩვენს ესე იგი ეს რაც წავიკითხე ეს ქების სიტყვები კბილი სიტყვები, ესე იგი რომ ჩვენს მათთან ერთად ვეზიაროთ. აი ამ ღვთაებრივ მადლს. ეხლა მე გაჩვენებთ ეს არის პამფილე ხუცესის წამება, ეს არის ბასილი მეორის მინოლოგია, აი ესე და პამფილეს სახეს გაჩვენებთ ეხლა. აი ეს არის პამფილე ხუცესის წამება და მასთან ერთად აი ეს პამფილეს მკვეთილი თავი და ეს დანარჩენების ნაწილობრივ ყველა არ არის 12-ვე არ არის აი პამფილე ხუცესი იქ აი ამ რაც გაჩვენეთ იქ ესე გამოიყურება პამფილე ხუცესი შემდეგი არის ესე იგი აი პორფირე იულიანე და თეოდულე როგორც მოგახსენეთ თეოდულე ჯვარზე გააკრეს და პორფირე და იულიანე ცეცხლში ანუ ღომელში შეაგდეს. აი ესეც ბასილი მეორის მინოლოგია და აი გაჩვენებთ ახლა იულიანეს, რადგან წმინდა ნაწილი გვაქვს, აი იულიანე ესე იგი აი ესე გამოიყურება აი ამ მინიატურაში. და ამ ნაწილებსაც ახლა გაჩვენებთ. შემდეგი არის აი ესეთი ბერძნული ფრესკაა პამფილე ხუცესის და პამფილე ხუცესია გამოხატული და აი ეს ვალენტი დიაკონი და კიდე აი პამფილესი ორი ფრესკა გვაქვს სერბული ფრესკებია ესენი ორივე აი ერთი ესეა და მეორე ესე გავწერდება რომ შეერთად ვნახოთ ორივე აი ესეთი ფრესკებია და ნუ დანარჩენი აი ეს არის პამფილე ხუცესის წმინდა ნაწილები ასე გამოიყურება აი ეს არის პამფილე ხუცესის წმინდა ნაწილები აი ესეც სანაწილეშია აი ეს არის ვალენტი დიაკონი ესეც ესეთივე სანაწილეში გვაქვს აი ეს არის ვალენტი დიაკონი და ეხა იულიანეს წმინდა ნაწილს გაჩვენებთ შედარებით უფრო ცოტათი მოზრდილი ფრაგმენტი გვაქვს აი ეს არის აი ჩანს და შეგვეციოს მათი მადლი ეს არის დღევანდელი წმინდანების შესახებ გესაუბრეთ ეს არის 16 თებერვალი და მე ესე იგი მოგიყვებით ასევე 17 თებერვლის წმინდანების შესახებ თუმცა ამ დღეს ნუ ეს არის მიტევების კვირა 17 თებერვალი ანუ 2 მარტი კვირა ეს არის მარხვის დაწყების ანუ მარხვის აღების კვირა არის რომელსაც ეწოდება მიტევების კვირა და 60-დან ადამიანის განდევნის ხსენება ამ დღეს და ამ დღეს არის ხსენება წმინდა თეოდორე ტირონის 214 საუბარი და ამიტომ არ შევჩერდები წმინდა პულქერია ავგუსტა ბიზანტიის იმპერატრიცა უდიდესი მოღვაწე თეოდოსი დიდის შემდეგ ამბობენ რომ მისი ყველაზე უფრო შესაბამისი და შესაბამისი მემკვიდრე იყო ერთ-ერთი პულხერია 257 საუბარია ესე შეგიძლიათ მოისმინოთ და კიდევ წმინდა ფინტან კლონენახელი რომელიც ითვლება ირლანდიაში
მონასტრული ცხოვრების დამაარსებლად და სულის ჩამდგმელად. ეს არის სწორედ 54 საუბარი, რომელშიც აი მაკარი ნეველის შესახებ ვისაუბრეთ, 54 საუბარი და დღეს არის კიდევ წმინდა თეოდორე აჭარელის ხსენება, მოგიყვებით მის შესახებ კი არ გვაქვს არაფერი, მაგრამ მაინც და წმინდა მინა კალიკელადი ალექსანდრიელი, ჩვენ დიდმოწამე მინაზე ადრე ვისაუბრეთ, ეს სხვა მოწამე მინაა და ასევე თეოდორე პეჩორელის შესახებ მოგიყვებით და აი თანმიმდევრულად, ესე იგი თეოდორე აჭარელი. თეოდორე აჭარელი 1822 წელს, 1822 წელს მოწამეობრივად აღესრულა და 2002 წელს წმინდა სინოდის ხდომაზე შეირაცხა წმინდანად. რის საფუძველზე არაფერი ხა მის შესახებ მაინდა-მაინც არ გვაქვს ინფორმაცია, ერთადერთი რაც გაგვაჩნია, ეს არის პლატონ იოსელიანის, ესეც უდიდესი საეკლესიო მოღვაწე იყო და ბევრი რამ აქვს დაწერილი და პლატონ იოსელიანს უწერია ის ყვებად. მან თვითონ ნახა, უწერია თვითონ 1859 წელს შეხვდა აი ამ თეოდორე აჭარელის ძმისშვილს და აი ნახეთ, ახლა მე მოგიყვებით უფრო წაგიკითხავთ რაც წერს პლატონ იოსელიანი. აი ამ ჩანაწერის საფუძველზე შეირაცხა თეოდორე აჭარელი წმინდანად. 1859 წელს ვიხილი აქა, ანუ თურქეთში, აჭარიდან ქართველი დაუბრკოლებელად და კანონიერად მოსაუბრე, მოუბარე ქართულად, რომელსაც შეემოსა მონაზვნებისა სახე 17 წლიდან ცხოვრებისათვისისა. ამას ყოლოდა ბიძა გაქრისტიანებული ტრაპეზონს, თავიდან ტრაპეზონში ცხოვრობდნენ და სადაც შრომობდა აბანოთაშინა მუშაკობითა და ტოლველი სმირნად, ანუ იზმირი ქვია, დღეს სმირნა ეს ისტორიული ქალაქია, რომელსაც ეს იზმირი ქვია და აი იქ იყვნენ გადასახლებულები ესენი, რატო? შიშისათვის მაჰმადიანთა, ესე იგი დევნა იყო და იქ კი ცხოვრობდნენ ქართველები, თურმე იმ დროს ამ სმირნაში და იზმირში და იქ მიიმალა ქართველთა მონასტრის მეტოქსა, ქართული მონასტრის მეტოქიუნი, ეს არის მის დაქვემდებარე რომელი არ არის დასახელებული, რომელია ქართველთა მონასტერი, შეიძლება ათონისტის და მოკლედ იქ მის დაქვემდებარებაში მყოფ მონასტერი, ესე რომ ვთქვათ ფილიალი რა, თანამედროვე სიტყვებით. და აიძულა ძმისწული თვისი, რათა მიეღო მასა ქრისტიანობა და ეს თავის ძმისწულიც ამ თეოდორემ მოკლედ მოუწოდა, რა თქმა უნდა, აიძულა, ეს არნიშნავს იმას, რომ დააძალა და ესრედ ბიძაი მისი, ანუ თეოდორე შემდგომად ქმნილი პროიღუმენად, მისე მეტოქისა, მეტოქიონის პროიღუმენი გახდა, სავარაუდოდ ეს ივერონის დაქვემდებარებაში მყოფი მონასტერი, ათონის მთის და 1822 წელს წავიდა მთაწმინდას, ანუ წავიდა აი მთაწმინდას ივერონის მონასტერში, რომელსაც გარე ედგა თურქთა ლაშქარი. იმ დროს ბერძნებს და თურქებს ჰქონდათ ომები და თურქული ლაშქარი იყო, ესე იგი ათონის მთას ალყა ჰქონდა შემორტყმული. ის იცით, რომ ნახევარკუნძულია და გადაკეტილი ჰქონდათ რა. ბრძოლისა ჟამსა ბრძენთათა აღშფოთებულთა და შეპყრობილი გზასაზე და მოკლული იქნა და შაგებულ ზღვასა. და რომ ნახეს, რომ ეს მიდის ივერონის მონასტერში, რომ ნახეს, რომ ქრისტიანია რა და თურქებმა მოკლეს და ზღვაში ჩააგდეს. ამა ღირსა კაცა ეწოდებოდა თეოდორე, ძმისწული მისი დაშტენილი ობლად სიკვდილმან ბიძისამან ქრისტიანობისა გამო მოკლულმან უფრო ის განამტკიცა სიყვარულსასა და ქრისტესა, თურქთა წარიქციეს იგი თავის მსახურად, ესე იგი თურქებმა შეიპყრეს, დაატყვევეს და მსახურა და შემდგომად 10 წლის მსახურებისა განსყიდა იგი და მომსყიდველმა მისონ სამისის ჭალაკის ვაჭარმან სომეხმა. 10 წელი ამ თეოდორეს სიკვდილის შემდეგ ეს შეიპყრეს, 10 წელი ტყვეთყავდათ, მერე გაყიდეს და ვინმე სომეხმა ვაჭარმა იყიდა და მოსამას თავისუფლება და წარვიდა პირველსა ბიძისთვისა სადგომსა სმინასავე.
ანუ იზმირში დაბრუნდა ესა, იმ მონასტერში, სადაც ბიძამისი, ამან კიდევ უფრო გაამტკიცა ბიძამისის სიკვდილმა, მერე თურქებმა დაატყვევეს, შემდეგ სომეხს ვიღაც ვაჭარს მიყიდეს, ამან გამოისყიდა და გაათავისუფლა. ეს წავიდა ისევ სმირნაში, ანუ იზმირში დაბრუნდა და აქა შეიმოსა მანცა სახე მონაზვნებისაი. აი აქ აღიკვეცა ეს ამ ყველაფრის შემდეგ და გიესმუნ მოღვაწე და აი აქ ცხოვრდა, აი აქ ნახა პლატონ იოსელიანმა უკვე აი ამ 1852 წელს, 49 წელს. და სახელი ამისი ამ ძმისწულის სახელი ნეოფიტე. ცოდნა ბერძნულისა წიგნისა და წერისა. ბერძნული წერა კითხვა იცოდა დიდად წუხდა უმცრებისათვის ქართულთა ენის სამწიგნობრობისა. ანუ ქართული იცოდა, ოღონდ არ იცოდა კარგად წერა და კითხვა და ეს ანბანი კი არა, გამართულად მოკლედ ვერ. მოკლედ 17 ოქტომბერს შედგა წმინდა სინოდის ხდომა 2020 წელს და წმინდა თეოდორე აჭარელი შეირაცხა. ახლა შექმნილი ხატი არსებობს მისი, მაგრამ ეს აბსოლუტურად ესე პირობითად რა. არაფერი არ აქვს მისი არც წმინდა ნაწილები, არც გამოსახულება, ერთადერთი აი პლატონ იოსელიანის ცნობა გვაქვს და ეხლა მე გადავდივარ შემდეგ წმინდანზე. შემდეგი წმინდანი ეს არის წმინდა წმინდა მინა. მინა კალიკელადი ნიშნავს ქართულად ჭერმეტყველს მინა ალექსანდრიელი. ესე იგი 313 წელს აღესრულა მინა და მე-9 საუკუნეში, ანუ დღევანდელ დღეს, ესე იგი მინას ხსენება არის 10 დეკემბერს საეკლესიო კალენდრით და დღეს 17 თებერვალს არის მისი წმინდა ნაწილების აღმოყვანება და აი ამის შესახებ მინდა მოგითხრათ წყარო, ესე იგი მის შესახებ საიდან ვიცით, ეს არის მოწამეობა მინასი ერმოგენისა და ევგრაფისა, ძველი ესე იგი აღწერილობა ამათი ცხოვრების, მე-17 აი ამ პერიოდის ხელნაწერიდან, ზუსტად ეს ხელნაწერიც ვერ დგინდება როდინდელია, აი ამ ხელნაწერიდან არის ცნობილი ასევე უფრო მოგვიანებითი აღწერილობა მე-10 საუკუნეში წმინდა შიმეონ მეტაფრასის. ასევე თეოფანე კესარია კაპადოკიის მთავარეპისკოპოსმა დაწერა ქებაი და შესხმა, უფრო სწორედ, ესე იგი აი ამ მოწამეთა შესხმა. ნუ, რა ვიცით, ესე იგი აქ ლაპარაკი არის. იმპერატორი მაქსიმინ მეორე დაია, ესე ეწოდება იმპერატორს, 305-313 წლები არის და მან ესე იგი შეიტყო, რომ ალექსანდრიაში რაღაცა არეულობაა და გააგზავნა იქა თავისი მსახური ბერძენი წარმოშობით ათენელი მინა. მისი მსახური, რომელიც იყო ძალიან საანდომო სამსახურე იყო და იყო კიდევ ცნობილი ორატორი და ცნობილი მჭერმეტყველი. მოკლედ და ამიტომ ტკბილად მოუბარი ესე ერქვა კალიკელადოს, ესე არის ბერძნულად ეს სიტყვა, ტკბილად მოუბარი, ანუ მჭერმეტყველი. და თავიდან მინა, ესე იგი, თურმე მინა აღმოჩნდა ქრისტიანი, არ იცოდა ამ იმპერატორმა, მალავდა და როცა უკვე ალექსანდრიაში ჩავიდა და გაერკვა კარგად და თავისი მოკლედ მდგომარეობა, დაფუძნდა ალექსანდრიაში იმპერატორის მიერ გაგზავნილი, აი მაშინ უკვე დაშკარად დაუფერავა დაიწყო ქრისტიანობის აღსარებლობა, მოწყალების საქმე, სასწაულებს ახდენდა უკვე და კერპებს ამსხვრდა. მოკლედ აქტიური მოღვაწეობა დაიწყო ქრისტიანული. და ეს რა თქმა უნდა, ეხა მაქსიმინი იმპერატორი, რის იმპერატორია, რომ ეს არ გაეგო, გააგებინეს და დაიბარა, ესე იგი გააგზავნა, დაავალა ერმოგენი, ესეც წესიერი ადამიანი, წესიერი კაცი იყო რა, კი წარმართი იყო, მაგრამ წესიერი კაცი იყო და ერმოგენს დაავალა, მოკლედ გააგზავნა ეხა ერმოგენი უკვე მინას ამბის გასარკვევა და როდესაც
ჩავიდა, ესე იგი, გზაში რომ მიდიოდა, ამ ερμოგენ ზევსის სამი ბრწყინვალე ჭაბუკი გამოეცხადა და ესეთი რამ უთხრეს, რომ შენ მალე შეიტყობ ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. რომ შენ მალე ჭეშმარიტი ღმერთის მსახური გახდები უწინასწარ მეტყველეს. და როდესაც ჩავიდა ερμოგენმა მინა დაიბარა თეატრში, ანუ ეს თეატრი, იცით ხო, ღიაცის ქვეშ ამფითეატრი რა ფაქტიურად და დაიბარა, რომ გაერკვია, ესე იგი, დაკითხვაზე. და ისეთი ეს მინა ხო ჭერმეტყველი იყო და ისე ელაპარაკა და ისე რომ აბა რაშია საქმე და ამან დაიწყო ისაუბრა და ისე ტკბილად ილაპარაკა, ისეთი კარგი საუბარი ქონდა, მოკლედ რა, რომ ეს ხალხი ვინც ესწრებოდა ამ ამფითეატრში, ყველანი მოექცნენ ესენი. და ერთხმად, ესე იგი ღმერთი აღიარეს. ნუ ეს გაუშვა ამან ხა იმ დღეს ციხეში და ბრძანა მინას, ნუ ხა ახალი ჩამოსულია რა. და როგორც წესდარიგია, ნუ რადგან ქრისტიანია, ტერფები მოაჭრეს, თვალები ამოთხარეს, ენა მოაჭრეს და სხეული დაუნაქუცეს. მაგრამ მინა მაინც ცოცხალი იყო და როდესაც ჩააგდეს საპრობილეში, გამოეცხადა მას ქრისტე და ყველაფერი გაუმთელა. და ასევე ქრისტემ უწინასწარ მეტყველა, უთხრა, რომ ეს ερμოგენი მალე მოექცევა. და მეორე დღეს იმას გონია, რომ მტარია ეს მინა ეხლა რა, ისეთი ბრძანება გასცა. მაგრამ როდესაც მეორე დღეს მინა უთხრეს არ არის მტარება, მოიყვანეთ ერთი და მოვიდეთ სახსალამათი რა. და მოკლედ ისევ იქადაგა ამ მინამ, ისევ იქადაგა და ερμოგენი ნუ აღარ იცის რა ქნას ახლა და დაიშალეთ ყველანი, გამოკლედ სახლებში გაუშვა და ორი ანგელოზი გამოეცხადა და ირწმუნა ερμოგენმა და თხოვა მინას, რომ ილოცე ჩემთვის. და დილით მესამე დღეს უკვე 13 ეპისკოპოსი შეიკრიფა ბაზილიკაში, ესე იგი თვითონ და სხვათა შორის ეს კესარიაზეა, არა უკაცრავად ალექსანდრიაზეა ლაპარაკი და ამ ალექსანდრიაში 13 ეპისკოპოსი შეიკრიფა, თვითონ ეს წერს, რომ მეც ვიყავიო ცხოვრების აღწერელი წერს, ესეც ეპისკოპოსია და თვითონ ეს 13 ეპისკოპოსთა შორის თვითონ ავტორი იყო ამ მოწამების აღწერელი და ესე იგი და ისევ ესე იგი ესწრებოდნენ ეს წარმართები ამ ნათლობას და ερμოგენი მოინათლა მოკლედ. და მარე და სხვათა შორის მალე გახდა ალექსანდრიის ეპისკოპოსი ερμოგენი. ნუ ეს რა თქმა უნდა იმპერატორამდე მივიდა ეს ამბავი, რომ ეს ερμოგენიც მოექცა და საერთოდ ეპისკოპოსი გახდა და ესე იგი ჩამოვიდა 10,000-იანი არმიით, თვითონ იმპერატორი ეს მაქსიმინ მეორე. დაია თუ დოია რა ერქვა? დაია. ეს მაქსიმინ დაია ჩამოვიდა და პირველ რიგში რა თქმა უნდა მინა და ερμოგენი დაიბარა და რომლებიც წინაღამეს ანგელოზმა განამტკიცა და უკვე მალე მოწამეობრივი აღსასრული უწინასწარმეტყველა ანგელოზმა ερμოგენს მუცელი გაუფატრეს, ხელები და ფეხები მოკვეთეს და ეს მისი ჯერ ცეცხლში შეაგდეს ღუმელში და მერე ეს ყველაფერი მდინარეში გადაყარეს. რაც შეეხება მინას, ჩამოკიდეს ესე იგი რაღაცა დაბნელ ოთახში და ფეხებზე მიაბეს დიდი ლოდი, ესე ფეხებზე ლოდი შემული ჩამოკიდეს ხელებით და ესე ეკიდა და ანგელოზები, ორი ანგელოზი ეცხადებოდა და ამხრევებდა და აცოცხლებდა რა. და სრულად უნებელი წარდგა იმპერატორის წინაშე, როდესაც მას ესე წერია ცხოვრების აღწერელი წერს, რომ როდესაც
იმპერატორს ეგონა რომ გალილეველი დაამარცხა, ამას მერე მოგვიანებით იულიანე განდგომილი იტყვის, რომ შენ დამამარცხე მე გალილეველო. ანუ გალილეველს ქრისტეს ებრძვიან რა. და ამას ეგონა რომ ქრისტე რომელსაც გალილეველს უძახიან, დაამარცხა და ამ დროს წარდგა მინა სახსალამათი და ასევე ევგრაფი, ესე იგი ვინც თქვი თავიდან ერმოგენი და ევგრაფი მინასთან ერთად, ეს ევგრაფი იყო მინას მდივანი, პირადი მდივანი და თამამად აღიარა მაქსიმიანეს უთხრა რომ შენ არა ხარ მართალი ამას რო აკეთებ და ეს ისე გამწარდა მაქსიმიანე ხა ვიღაცა მინას მდივანი ხა კიდე ჭკუას ასწავლე და თავისი ხელით მოკლედ მაქსიმინმა და ისე გამწარდა რა და მაქსიმინს და ერმოგენს თავები მოკვეთეს მინამ ესე დაიბარა რომ კონსტანტინოპოლში დამასვენეთო რა მაგრამ მან ესე იგი ეს მინა ნაწილები სპეციალურად რაღაც რკინის ყუთში შეაგროვა და ზღვაში გადააქცია თუმცა ამ ზღვამ ესე იგი ეს არ ჩაძირა ეს რკინის ყუთი და 20 დღის მერე მიცურდა ეს მინასწმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში უფრო სწორედ ქალკედონში სადაც ესე იგი ნათლის ღრუბლის სვეტით ორმა ანგელოზმა ეს ამოიყვანა წყლიდან და ჩირაღდნები, ანთებული ჩირაღდნებით ანგელოზებს ეჭირათ ხელში ეს. და მოვიდა ეპისკოპოსი თავისი სასულიერო პირების თანხლებით, ქალკედონის ეპისკოპოსი და ბაზილიკაში გადაიტანეს, ჯერ კიდევ ხო დევნა ამ ქრისტიანების, ხო, ჯერ კიდე არ დამდგარა ეს. და ბიზანტიაში, ანუ მომავალ კონსტანტინოპოლში, მოკლედ ბაზილიკაში დააბრძანეს სამალავში. და აქ დაიდუბინა. სამალავში იყო და ამიტომ აღარ იცოდა აღარავინ და მე უკვე მე-9 საუკუნეში, როდესაც შეწყვეტილია უკვე დევნა ყველანაირი, ვინმე ფილომატი მას ჰქონდა გამოცხადება ძილში და ანგელოზმა პირდაპირ თითით მიუთითა ეს ადგილი, სადაც მინას წმინდა ნაწილები იყო და შემდეგ ჯერ ტაძარში გადააბრძანეს და შემდეგ მინას სახელობის ტაძარი ააშენეს კონსტანტინოპოლში, სადაც უკვე მრავლად დააბრძანეს და მრავალი სასწაული აღესრულებოდა, მაგალითად მეზღვაურებს უფრო დაეკარგათ, გადაქონდათ რა, დავალება იყო ესეთი და ის ჩაიძირა და ის უფრო აპონინა, თორე ამათ დახოცავდნენ ყველას. შემდეგ ვიღაც კაცმა გადაწყვიტა, ესე იგი, გარყვნილებით ცხოვრება და ამას გამოეცხადა და ცნობილი სასწაულები რაც არის და დაარწმუნა რომ ეს არ უნდა მოიქცეს და კიდევ თავის ტკივილი, საშინელი თავის ტკივილისგან განკურნა ერთი ადამიანი, კოჭლი განკურნა, ორი ბრმა და ადამიანი, რომელიც იხჩობოდა ხველებისგან რა, ის განკურნა, ეს რამდენიმე შემთხვევა იყო მის წმინდა ნაწილებთან და როგორც მოგახსენეთ 12 უпроსწორედ 10 დეკემბერს არის ამათი ხსენება და დღეს არის მათი ნაწილთა მოყვანება, ეს არის ევგრაფი ეს იმპერატორი წითელში როგორ თავის ხელით როგორ კლავს ევგრაფს რაც შეეხება მინას და ერმოგენს, ეს ჯალათები ხოცავენ. თავები მოაჭრეს, ეს არის ევგრაფის სახე გადიდებული, ისინი რაღაცა არ არის კარგი ხარისხის. არ დიდდება. ევგრაფი. შემდეგი ამათი მოზაიკა მინას ევგრაფის და ერმოგენის არის ხორა, ეს არის მე-14 საუკუნის მოზაიკა კონსტანტინოპოლში ეს ტაძარი და გადიდებულს გაჩვენებთ. ეს არის მინა.
ესე ჯერ მინას გაჩვენებთ. აი მინა, პირველი, მეორე არის ეოგრაფი. ερμოგენი უბრალოდ ეს არის მეორე ερμოგენი და მესამე არის ეოგრაფი, ეს ახალგაზრდა. ეს არის მათ შესახებ. კიდევ გვაქვს მე-15 საუკუნის დასაწყისი სერბული ფრესკა არის ესა. და კიდევ გვაქვს ჩვენ ესე იგი აი ესეთი ათონურ ხელნაწერში გვაქვს აი მათი ასეთი მინიატურა. მინა პირველი მინა ეს წითელში ερμოგენი და ეოგრაფი. გადიდებულს გაჩვენებთ ამას. შეგვეციო სამწმინდა მოწამეების მადლი და მე ხა გადავდივარ შემდეგი არის ბოლოს დღეს ვიზაც უნდა გითხრათ ეს არის წმინდა თეოდორე პეჩორელი რომლის შესახებ ფაქტიურად არაფერი ვიცით გარდა იმისა რომ დუმარების ღვაწლში იყო და რის გამოც მას მიენიჭა სასწაულთქმედების უნარი და დღეს ეს სასწაულები აღესრულება ესე იგი მის სხეულთან დღემდე ეს არის კიევის პაპთა ხე წმინდანე ხე არის რომელზეც წმინდანებია გამოხატული იქ არის ეს მინიატურა და კიდევ გვაქვს ეს მინიატურა რომელიც მე ბევრჯერ მithქვამს რომ გვიანდელი პორტრეტებია მინიატურა კი არა პორტრეტია ეს არის წმინდა თეოდორე მდუმარე აი გაჩვენებთ ახლა სად არის თეოდორე მდუმარის წმინდა ნაწილები აი აქ მივოდები ხა ნახავთ აი აქ ამ ადგილზე იმედია ჩანს ეს ჩემი შეგვეციოს მისი მადლი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღეს წმინდა პამფილე ხუცესზე ვისაუბრეთ წმინდა პამფილე ხუცესზე და 11 ან 12 მოწამე იყო ერთად წმინდა პამფილე ხუცესი და გვაქვს წმინდა ნაწილები ვალენტი დიაკონისა და იულიანესი ამ 12-თაგანთა და კიდევ ვისაუბრეთ დღეს მოწამე მინაზე, ερμოგენზე და ეოგრაფზე და აი ბოლოს ვახსენეთ თეოდორე პეჩორელი. მე კი დღეს ამითი გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ და გისურვებთ როგორც ძველად ამბობდნენ მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ჩვენთან არს ღმერთი.